ყველაზე ღია და ყველაზე დახურული უწყება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღეს გამოქვეყნა სპეციალური სია, როგორ გასცემენ საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას. Ამ მონაცემების მიხედვით ქვეყანაში 10 ყველაზე დახურულ საჯარო უწყება დასახელდა ბოლნისის, გარდაბნის, წალკის, ბორჯომის და სიღნაღის გამგეობები. თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოები, ასევე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Როგორია შეფასებები და გეგმა რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ინფორმაცია უფრო საჯარო და გამჭვირვალე გახდეს. გიორგი ფუტკარაძე მოგყვებით. უფრო გამჭვირვალე გახდა საჯარო ორგანიზაციები, რაღაც ორგანიზაციებთან გვაქვს პრობლემები, აი ძირითადი პრობლემები არის მაინც დროსთან დაკავშირებით, მაგალითად, არა დაუყოვნებლივ წერია კანონში და დაუყოვნებლივ წერია 10 დღეშიც ვერ ვიღებ. საგამოძიებო სტუდია მონიტორის ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძეს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვა თვეში რამდენჯერმე უწევს. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ინფორმაციის მიწოდება გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები კვლავ ექმნება. საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემების კვლავ არსებობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაც ადასტურებს. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ყველაზე დახურული და ღია საჯარო უწყებები დაასახელა. ქვეყანაში ყველაზე დახურული საჯარო უწყებებია ბოლნისის, გარდაბნის, წალკის, ბორჯომისა და სიღნაღის გამგეობები, ასევე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოები, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ დახურულ უწყებებად რჩებიან და გარკვეული პრობლემებია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით სახელმწიფო კანცელარიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ინსტიტუტმა 20 ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებას დაასახელა, რომელთა შორის რამდენიმე სამინისტრო, გამგეობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხვდა. ვაჯილდოვებთ იმ ორგანიზაციებს, ვინც ასე ვთქვათ, ყველაზე გახსნილები და გამჭვირვალეები იყვნენ ამ საქმიანობაში და ასევე ვასახელებთ ყველაზე გაუმჭვირვალე დახურულ საჯარო დაწესებულებას. ცუდი შედეგები აქვთ ჩვენი მონაცემების მიხედვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის კანცელარიას. გაუმჯობესდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხოლოდ კეთილნებაზე დამოკიდებული. დღესვე უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილება როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის. უწყებების ნაწილი, რომლებიც ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემურად დასახელდა კომენტარისგან თავს იკავებს. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის საქალაქო სასამართლო. რაც შეეხება დანარჩენ საჯარო სამსახურებს, კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან. საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემები არ აქვს. გამჭვირვალეობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც მათ ევალებათ. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მე მაგას პასუხს ვერ გეტყვით, რომ პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველ რიგში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაც და გაცემული პასუხების რაოდენობაც. მე როგორც ვიცი, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 7 უარი იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დაცული კანცელარიაში. შეფასება როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ ყველაზე დახურული დაწესებულება არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო ინფორმაციის გაცემისას კომისია ხელმძღვანელობს შესაბამისი კანონმდებლობით და ყველა ინფორმაცია, რომელიც საჯაროა, ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურების მხრიდან ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. თუმცა ცალკეულ უწყებებში ძველი პრაქტიკა კვლავ რჩება და ამას სასამართლოში შეტანილი სარჩელებიც ადასტურებს. სამწუხაროა თუ ისეთი უწყებები, რომელსაც მუდმივი ურთიერთობა აქვს მოქალაქეებთან და პირიქით, რომელთა საქმიანობა პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისინი გამოირჩევიან ესეთი პასიურობით და მეტიც უარს აცხადებენ ინფორმაციის გაცემაზე. რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების წინააღმდეგ, მათ შორის თბილისის მერის წინააღმდეგ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. და ეს გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება, თუმცა უწყებებში ეს ინფორმაციის გაცემის კუთხით გაუმჯობესება შეინიშნება. შეხვედრაზე საუბარი კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობასაც შეეხო. ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის შექმნას, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციის გაცემის აღსრულების მონიტორინგის საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს. ამ საკითხზე პარლამენტთან მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იდეები არის შეჯერების და დამუშავების პროცესში, თუმცა პარლამენტი იმედოვნებს, რომ საშემოდგომო სესიაზე განიხილავს ეს ამ საკითხს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამწუხარო არის, რომ არა მარტო ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებითაც საპარლამენტო უმრავლესობა მარტო საუბრით შემოიფარგლება.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ინსტიტუტი ხელისუფლებას მოუწოდებს შეიმუშაოს საჯარო სამსახურების პასუხისმგებელ პირთა ცნობიერების ამაღლების პროგრამა და შექმნას საჯარო ინფორმაციის განახლებადი რეესტრი.